ნომერ მეხუთე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ნანა სანდერი საპატიმროდან წერილს ავრცელებს, სადაც ის წერს, რომ შეიძლება 7 კვირაც ვეღარ იცოცხლოს, რადგან მე-9 თვეა ქალთა საპყრობილეში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში იმყოფება. სანდერის თქმით, ციხეში პოლიტპატიმრების ჯანმრთელობას განზრახ აზიანებენ. წერილში ის წერს, რომ მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და იმის აღიარებას, რაც არ ჩაუდენია, არ აპირებს. ქართველო ხალხო, თქვენი სახელით მომისაჯა დღეს სიკვდილით დასჯა უსამართლო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, უდანაშაულო პოლიტპატიმარს, ემიგრანტს, რომელსაც დაჭერით, მოკლით და დასახიჩრებით, ფსიქიატრიულით ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის დროს მემუქრებოდნენ, მაგრამ ვერ დამაშინეს და მაინც ჩამოვედი 4 ოქტომბრის ეროვნული კრებისთვის. 7 კვირად შეიძლება ვეღარ ვიცოცხლო, რადგან მე-9 თვეა ქალთა საპყრობილეში ვიმყოფები წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, არაადამიანურ გარემოში. თქვენი სახელით მომისაჯე 7 წელი, 1 აბსურდული ბრალით, 3 წელი მეორე აბსურდული ბრალით. ციხეს კი არა მარტო წამებას გაუსაძლის ტკივილებს ვუძლებ მე-9 თვეა და არ გავაფორმე ეგრეთ წოდებული საპროცესო პროკურატურასთან, არ დავიბრალე ის, რაც არ ჩამიდენია. მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა, რაშიც ციხეში ჩემი დატყვევების პირველივე წუთებიდან ვიმყოფები. საქართველოს მოქალაქეებს გეკითხებით, ერთსაც და ბერსაც, აძლევთ სახელმწიფოს კრიმინალურ დაჯგუფებებს ჩემი ღირსების შელახვის, ჩემი წამების, ჩემი სიცოცხლის მოსპობის უფლებას? თუ თქვენი პასუხი იქნება არა, მაშინ გამოდით ქუჩებში და დამიხსენით წამებისგან, დამიხსენით ციხეში სიკვდილისგან. მე აღარ მაქვს ციხეში ყოფნის უნარი, წამართვეს. ვიკრებ ბოლო ძალებს, ჩემი ხმა მოგაწვდინოთ ჯერ თქვენ, ვისი სახელითაც მომისაჯეს სიკვდილი ციხეში და ვისი სახელითაც სჩადიან მე-9 თვეას სისასტიკეს. ნანა სანდერის წერილს განცხადებით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური და მას ცილისმწამებლური და პროვოკაციული უწოდა. მათი მტკიცებით მორიგი განცხადება ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. პენიტენციური სამსახური წერს, რომ მსჯავრდებული განთავსების დღიდან იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მიერ, მათ შორის სამოქალაქო სექტორის კლინიკაშიც. მსჯავრდებული ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურად დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე ნანა სანდერის მიმართ ხორციელდება ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. ნანა სანდერი უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი და საკვებიც მიეწოდება აღნიშნულის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი იქნა არავეგანური პროდუქტი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებას დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ნანა სანდერის განცხადების საფუძველზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა არაერთი სამსახურეობრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში არ გამოვლენილა ნომერ მეხუთე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულ ნანა სანდერის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი. მოგვიანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ამ განცხადებას ნანა სანდერი გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა. სანდერი წერს, რომ თუ ის სიცრუეს ამბობს, პენიტენციურს შეუძლია გამოაქვეყნოს გადაღებული ვიდეოები, რომლებიც მის მონაყოლს დაადასტურებს. ის ასახელებს თარიღებს, როცა მისი თქმით მის მიმართ ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახით უფლებების დარღვევას. კადრები, ჩემი წამების კადრები და 9 ოქტომბრის ხამის, 10 ოქტომბრის წენების, ჩემი კადრები დადო. 12 ოქტომბერს ჩემზე ფიზიკური მუქარის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი დადონ ბადრაგის მხრიდან. მალე არ მომეწოდებოდა ელემენტარული და არ ცოლებას არ მაძლევდა რომ გარედან შემომეტანა. მეთქი არ მჭირდება თქვენი ფულით, მე შემოვიტანო, რომ დამიწერეთ შესაბამისი ცნობა, რომ მე შემოვიტანო. 4 თვის განმავლობაში წამლებზე მახვედრეთ და ესე გრძელდება 9 თვის განმავლობაში. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ნანა სანდერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი 2 მუხლით ჰქონდა წარდგენილი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.